მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. თუ გაინტერესებთ რა გელოდებათ მომავალში, მაშინ უყურე ამ კარტს. უყურე. თქვი შენი სახელი, სურვილი ჩაუთქვი და შეიკითხე, რა მელოდება მომავალში. და დავიწყოთ. ნახოთ რა გელოდება მომავალში. კარგი ახალი ამბები გელოდება, სიხარული გელოდება, ელვისის სწრაფით რაღაცა ჩქარი საქმის გაკეთება გელოდება. ამჟამად ცოტა დარდიანად დგეხარ. თითქოს ორნაჭრად ფული დაგეხარჯია. რაღაცა ცვლილება ამოგივიდა. პატარა ლაპარაკი გელოდება, მაგრამ იცოდე ეს ლაპარაკი და ეს სიხარული პოსტაში ამოგივიდა. აქ ვხედავ ვიღაცა შავგრემან ქალბატონს, ან ქვრივ ქალბატონს. გაბრაზებული გიდგას, ამას შენ თვითონაც შეამჩნევ. ჯავრით დგას, ან რაღაცაზე ძალიან ბორდღონებს. კარგად იცოდე, ან შავგრემანია, ან ქვრივია. შენ ჩემო კარგო, მომავალში რა გელოდება იცი? ძალიან დიდი სიხარული და პლუს მამაკაციდან დიდი დამშვიდება გელოდება. ყველანაირად ეს მამაკაცი გვერდზე დაგიდგება. შეიძლება იყოს შენი მეუღლე, შეიძლება იყოს ვიღაცა ხანში შესული პიროვნება, მამა, ან ვიღაცა უფროსი მამაკაცი. ამის იმედი გქონდეს, რომ მომავალში ამ კაციდან ძალიან დიდი სიმშვიდე და სიხარული გელოდება. კარგი, ნახოთ კიდე რა გელოდება. სხვათა შორის შეიძლება რაღაცაზე იყავი გულგატეხილი, ნერვიულობით ამოხვედი. აქ გზით ვიღაცა ახალგაზრდა გოგო და ბიჭი ამოგივიდა. მამაკაცის ავადმყოფობა ამოგივიდა, მაგრამ ამჟამად ოჯახი და ფული ამოუვიდა. რა გამშვიდებს? გამშვიდებს ისევ და ისევ სიხარული, ჩემო კარგო. შენი ნერვიულობა წარსულში დარჩება. კარგი, ნახოთ კიდე რა ჩანს. ჩემო კარგო, ახლა ამჟამად შეიძლება ისე ვერ იყო, როგორც შენ გინდა, მაგრამ ძალიან მალე ჩქარობს რაღაცა თანხა, დიდი სიხარული და გამშვიდებს მამაკაცი, ხანში შესული მამაკაცი და პლუს ვიღაცა ახალგაზრდა გოგონა. ნუ დარდობ, ეს შენი დარდი და განცდები გარეთ დარჩება. სასიხარულო ლაპარაკი გელოდება, შეიძლება იყოს ეს ლაპარაკი ტელეფონით, შეიძლება იყოს პირისპირ. კიდე რა გიჩანს? აქ ამოგივიდა ვიღაცა ბედგამონაცვალი, შავგრემანი, ამ ფორმიანი პიროვნება. ცოტა საეჭოთ იჭიტინება, საეჭოთ გიყურებს, ან შეიძლება ცოტა არეულიც იყოს. ჩემო კარგო, ისეთი კარგი კარტი გაქვს. შენი ინტერესები, ფული, რაღაცა დიდი სურვილის შესრულებით დარჩები. ამაზე მზად იყავი, შენი დარდი, ნერვიულობა მიდის. ყველანაირად იწმინდები. კარგი, ვაგრძელებთ, ოღონ არ დაგავიწყდეს ვიდეოს მოწონება. რა გამშვიდებს იცი, ჩემო კარგო?
თუ ვინმე ელოდება ტელეფონის ყურმელს. ან შეიძლება რაღაცა საქმიანი ლაპარაკი გქონდეს. ლაპარაკი და დიდი სურვილის შესრულება ერთად გელოდება. ცოტა არ იყოს შეიძლება ავადმყოფობდე, ან განიცდიდე, ძალიან დიდი განცდები გაქვს, ნერვიულობა ამოგივიდა. ამიტომ ნუ ნერვიულობ, ყველაფერი მოგიგვარდება. ახალგაზრდა პიროვნებას ვხედავ, უცოლშვილო ბიჭი არის. თითქოს რაღაცა გზის თაობაზე, პატარა ხლაფორტები, ან შეფერხებები, ან რაღაცა საეჭოთ დადგება. აქ ახალგაზრდა გოგონას ვხედავ, ვიღაცა ცოლიანი მამაკაცი დაუდგება გვერდზე, ოღონ იცოდე რაღაცა დარდით უდგება. აქ ვიღაცა ბედგამონაცვალ პიროვნებას ხანში შესულ მამაკაცთან ერთად დადგება და რაღაცა თანხა უჩანს. ეს შეიძლება ბედგამონაცვალი არ იყოს, მაგრამ შეიძლება ფორმიანი პიროვნება იყოს, ან შავგვრემანი ტიპი იყოს. ფული ამოუვიდათ. შენ ჩემო კარგო, როგორც გითხარი, მოულოდნელად, ლაპარაკი და დიდი სურვილის შესრულებები გელოდება. ისე პირადი კონსულტაცია თუ გსურს, დამირეკე 557 64 38 81. ახლა დროებით გემშვიდობებით ნახვამდის.